სახელითა მამისათა და და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მე კიდევ ერთხელ მინდა ამოგიკითხოთ წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელიც დღეს მე დავითნამ წაიკითხა წირვის დროს. ხოლო და ეს განსაზღვრავს იმას, თუ რა არის ქრისტიანობა, რა ევალება ქრისტიანს, როგორია ქრისტიანი. თუ არის მის შეგიძლიათ ცოტა ახლოს მოხვიდეთ. ხოლო თანა გვაქვს ჩვენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვათ და არა თავთა თვისთა სათნოყოფად. ანუ ჩვენი ვალიაო, ესე რო ვთქვათ, რომ ანუ შენ თუ თავს თვლი რომ უფრო ძლიერი ხარ და სხვა არის სუსტი, მაშინ შენი ვალია რომ იტვირთო იმ სუსტის უძლურება. და ეს უძლურება შეიძლება იყოს სულიერი, შეიძლება იყოს მატერიალური, შეიძლება იყოს რაღაცა გონებრივი. ადამიანი ფიქრობდეს რომ მე უკეთ ვაკეთებ რაღაცა სიტყვაზე, იმას ამდენი უნარი არ აქვს. და შენ თუ ფიქრობ რომ და თუ ქრისტიანი ხარ, ფიქრობ რომ შენ უკეთ გამოგდის რაღაც ვიღაც ვიდრე სხვას, კი არ უნდა გაუწყრე იმის გამო რომ შენ რატო ესე არ გამოგდის, რატო ესე ვერ აკეთებ. არამედ უნდა იტვირთო მისი სისუსტე, თუ ამას შენ სისუსტე თვლი, არა? თუ დაუშვათ შენ მოწყალე ადამიანი ხარ, სხვისი სიძუნწე უნდა იტვირთო. იმიტომ რომ იმ მოწყალებასთან ერთად არ არსებობს რომ ადამიანს რაღაცა ნაკლი არ ქონდეს. ის შეიძლება ძუნწია, მაგრამ შენზე მეტად მოუთმენია, შეიძლება მოუთმენელი ხარ. მან შენი მოუთმენობა უნდა იტვირთოს, როგორც სხვაგან ამბობს მოციქული პავლე. ურთიერთარ სიმძიმე იტვირთე და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. რაღაცაში შეიძლება შენ ხარ ძლიერი, სხვისი სისუსტე უნდა იტვირთო, რაღაცაში სხვა არის ძლიერი, შენსაც იტვირთებს. სხვაგვარად ამის გარეშე, ამ ურთიერთარ სიმძიმის ტვირთვის გარეშე შეუძლებელია რომ მშვიდობა იყოს. შეუძლებელია მშვიდობა იყოს ოჯახში, შეუძლებელია მშვიდობა იყოს სამეგობროში, შეუძლებელია მშვიდობა იყოს სამრევლოში, ქვეყანაში თუ საერთოდ საქრისტიანოში, თუ ჩვენ ერთმანეთის სისუსტეები არ ვიტვირთეთ. კაცადი ჩვენი მოყვასა სათნო ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად. ანუ თითოეული ჩვენთაგანი იმაზე ზრუნავდეს, რომ მოყვასი აღაშენოს სიკეთეში. ზოგჯერ ჩვენ ესე ვართ, რომ თავარია ჩვენ რაღაცაში წარვემატოთ და ზოგჯერ შეიძლება ეს წარმატება იმისთვის გვინდა, რომ სხვაზე მეტი გამოვჩნდეთ. რაღაცა საქმის გამო კი არა, უბრალოდ რომ ეს ჩვენ სხვაზე მეტად მიგვიჩნიოს ვიღაცა. და ამით რა გამოდის? არც სხვაზე არ ზრუნავ და საკუთარ თავს კი აღაშენებ, მაგრამ არა სასიკეთოდ. აქ წერია რომ სათნო ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად. ანუ შენი თავიც უნდა განავითარო იმის გამო კი არა რომ ვიღაცაზე ზემოდან გადმოხედვა შეგეძლოს. ქრისტიანული გაგება წარმატებისას სწორედ ის არის, რომ შენ შეგეძლოს რომ თავი დახარო და სხვას გზა დაუთმო, სხვას გაუადვილო გზა. სხვათა შორის წლების წინ იყო ესეთი შემთხვევა, იქ სასულიერო გიმნაზიაში ერთ-ერთი ბავშვი იყო და როგორც ჩანს თასმების შეკვრა არ იცოდა და მეორე მივიდა და ფეხზე თასმებს უკრავდა და მე იქ მოვასწარი და ჩემი მოსწავლეები იყვნენ ორივე. მოვასწარი და გადავუღე სურათი. ანუ ერთი და მეორე თუ პირველ კლასში იყო პატარები, ერთი მეოთხე კლასში. და გადავუღე სურათი და მე ვაჩვენებდი ხოლმე ბავშვებს. წარმატების ორი გაგება. ამ წუთისოფლის წარმატება რას ამბობს? ვინც დგას და ფეხი აქვს გაშვერილი. იმ შემთხვევაში იმ ბავშვმა კი არაფერი დააშავა, არ იცოდა და ისე უბრალოდ ის
ვინც დგას და ფეხი აქვს გაშლილი და მას ფეხსაც მას უკრავენ, ან მას ემსახურებიან, ეს წუთისოფელი ფიქრობს, რომ ეგ არის წარმატებული ადამიანი. მაგრამ საღვთო სიყვარული ამბობს, რომ წარმატება ის არის, ვისაც შეუძლია რომ დაიხაროს და სხვას მოემსახუროს. ეგ არის წარმატება. ეგ არის რომ ადამიანს მიეხმარო, ესე იგი, ჩვენ თუ სიკეთისათვის ვართ ახშენებული, გამოჩნდება იმაში, რომ ჩვენ შეგვეძლება სხვისთვის სასიკეთოდ რაღაცა მოვითმინოთ. და რამე თუ ქრისტეცა არა თავსათვისა სათნო იყო, არამედ ვითარცა წერილას. და რადგანო ქრისტემაცო თავის თავზე კი არ იფიქრაო, არამედ როგორც დაწერილია, ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემზე. ანუ ის ყვედრება, ის წევლა, რაც ჩვენზე იყო, ჩვენი ცოდვის და დაცემის გამო, ქრისტემ თავის თავზე მიიღო. ანუ ის რისთვისაც ჩვენ ვიყავით განწირულები, ქრისტემ თავის თავზე მიიღო და როგორც წმინდა ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, მანო ჩვენი წყლულებანი იტვირთაო და მისი წყლულებით, ანუ ჯვარზე წყლულებით, ჩვენ განვიკურნენით. და იმიტომაც ადარებს აქ პავლე მოციქული, თავიდან ჩვენ გვეუბნება, რომ სხვაზე იზრუნეთო და მე მაგალითი მოყავს ქრისტე, მაგაზე მეტი მაგალითი რა უნდა იყოს. ქრისტეც ასე მოიქცაო და ამიტომაც ჩვენ თუ გინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, აი მას უნდა მიემსგავსეთ. რამე თუ რაოდენი იგი წინასწარ დაიწერა, ჩვენ და სამოძღვრებელად დაიწერა. ანუ ყველაფერი ჩვენთვის დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და ნუგეშინისცემითა წიგნთაითა სასოებაი გვაქონდეს. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქვენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესოს მიერ. ანუ ღმერთმაო, მოთმინების ღმერთმაო და ნუგეშინისცემის ღმერთმაო, მოგცეთო თქვენ იგივე ზრახვა, იგივე ფიქრიო ერთმანეთის მიერ, თან რაც ქრისტემ ჩვენთვის გააკეთაო, რომ იგივე აზრი და ფიქრი გაჩნდეს ჩვენში ერთმანეთის მიმართ. რომ თუ ვინმე სუსტია, კი არ განვიკითხოთ და კი არ, ესე იგი, თითი კი არ გავიშვიროთ იმისკენ და სხვაზე მეტი კი არ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი. არამედ ჩვენ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ის თუ სუსტია და უძურია და ვერ შემძლებელი რაღაცის კეთებისა, იქნებ ჩვენცა ვართ იმაში დამნაშავე. იქნებ ჩვენ რომ სიყვარულით გვეთქვან, იქნებ ჩვენ რომ უკეთესი მაგალითი გვეჩვენებინა. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მშობელი შვილის ცუდ საქციელს რომ აკრიტიკებს. ხო და აი ამ მშობელს რომ დაუსვათ შეკითხა, ჩვენ სხვა მშობელი ვართ, ჩვენ თავს რომ დაუსვათ შეკითხა. მე რომ უფრო კარგი მაგალითი მეჩვენებინა, იქნებ ის არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის და არ მომწონს. მაგრამ იოლიგზა ის არის, სხვაზე თქვა, აი არბიტრის ეს მოირგო, როლი მოირგო და თქვა, რომ ეს ასეთია, ის ისეთია, ამან ეს გააკეთა, იმან ის გააკეთა, მაგრამ ეგ არასწორი იქნება. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რამდენი მშობელი ვართ, მე მაგალითად რაღაცა რომ არ მომწონებია ჩემ შვილში, მივხვდარა რომ ეს ჩემი თვისებებია. ხო და სხვას რა უნდა უთხრა. ამიტომაც ამბობს რომ ერთმანეთის მიმართ ეგეთივე ზრახვა გქონდეთ, რაც ქრისტეს ჰქონდა ჩვენს მიმართ, რომ გლმობიერად მოთმინებით შეხედო სხვის საქციელს, სხვის მოქმედებას. და ნუგეშინისცემელი იყო უფრო, ვიდრე დამსჯელი და გამკითხველი. რაითა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. რათა შენს და ისიც ერთად ადიდებდეთ ღმერთს. ამისთვის შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა იგი ქრისტემან შეგიწნარა თქვენ სადიდებელად ღვთისა. ამიტომ მოითმინეთ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწნარათო, ოღონდ სადიდებელად ღვთისა. ახლა აქ ნახეთ რა ხდება. ვიღაცა თუ ცოდავს, თავი კი არ უნდა დაუკრა, რომ ეგ ცოდვაა კარგი. ზოგჯერ ჩვენ ესეც გამართება, რომ აი
რაღაცა ხათრის გამო, არ ვიცი, მორიდების გამო თუ რის გამო ვიღაცას ცოდავს და ჩვენ ვეუბნებით, ვერ ვეუბნებით სიმართლეს. და ვეუბნებით, რომ ჰო, კარგია, ეგრე უნდა გაგეკეთებინო, მაგრამ ეგ არ არის ღვთისადიდებლად. ეგრე კი არ უნდა შეიწყნარო. ადამიანი უნდა შეიწყნარო, მაგრამ არა ადამიანის მცოდველობა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ჩვენო ადამიანი უნდა გვიყვარდესო და ცოდვა უნდა გძულდესო. თუ ის რაღაცას ვერ აკეთებს ისე კარგად და შენ ამას გეკითხება, შენ კვერი არ უნდა დაუკრა. და თუ ამას იზამ, მაშინ შენც მონაწილე ხარ იმ ცოდვისა. აი სიტყვაზე ვამბობ, ხა რამდენჯერ მომხდარა ხოლმე, რომ აი ვიღაცა მიდის სიტყვაზე აბორტის გასაკეთებლად, ვიღაცა გაყვება. უბრალოდ ისე მარტო რო არ იაროს. და ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ იმას ხარში დაუდებით იმ ცოდვის ჩასადენით. ან სხვა ნებისმიერი რამე, ესე იგი, ნებისმიერი რამე, რასაც ადამიანის ცოდავს და ჩვენ არ მიუთითებთ, თუ რა თქმა უნდა ჩვენ სიტყვას მისთვის რაღაცა ფასი აქვს, ჩვენ მოვალე ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. ან ყოველ შემთხვევაში არ გავყვეთ, არ ავყვეთ ამ საქმეში და ამითიც მივახვედროთ, რომ ის რაღაცას ვერ აკეთებს ისე როგორც საჭირო. ისე რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა შევიწყნაროთ, მაგრამ არა ის, რომ ერთმანეთის ცოდვა გაუადვილოთ. და ქრისტიანობაც სწორედ ეს არის. ქრისტემ ჩვენ შეგვიწყნარა, მიგვიღო, მაგრამ ცოდვილი დედაკაცი რომ მიიყვანეს ქრისტესთან, რა უთხრა ქრისტემ? წადი და ნუღარას ცოდავ. არც მე არ განგიკითხავ. შეიწყნა რა პატი, მაგრამ წადი და ნუღარას ცოდავ. იმას არ უთქვია, მეც გპატიობ და ეხლა როგორც გინდა ისევ გააგრძელე ცხოვრება, ეს არ უთქვია. არამედ მიიღო ეს ადამიანი, მაგრამ უთხრა, რომ გააფრთხილა, რომ ეგ ცოდვა აღარ ჩაიდია. და ჩვენ უფალი ესე გვიდგება, ესე გვექცა. ესე რომ როგორი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს კაცმა, თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქრისტეს უერთგულოს, ქრისტე მას ღებულობს. 7000 ჯერაც რო ჩავარდეს ამ ცოდვაში. მთავარია წამოდგომის სურვილი და წამოდგომის ძალის ხმევა. არ ვამბობ ძალა რომ წამოდგეს, ეს ძალა ჩვენ არ აქვს, არამედ სურვილი და მცდელობა რომ აი წამოიწიო უბრალოდ დააჩვენო უფალს, რომ შენ წამოდგომა გინდა. და უფალი წამოგაყენებს. მაგრამ ჩვენ თუ წამოდგომა არ გვინდა და იმ წუმპეში ესე იგი ვარჩევთ წოლას და ახლა თუ ვინმე ამ წუმპეში წოლით ტკბება, უფალი ასეთ ძალით არ წამოაყენებს. მაგრამ ყველა ვინც ჩავარდა ამ ტალახში და წამოდგომას ცდილობს, შეუძლებელია რომ უფალმა ის არ წამოაყენოს. ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის უფალს ამაში ხელს და ესეც ახარებისეული სწავლება არის. ღმერთი შეგვეციოს, რომ როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, თუ ადამიანსო სხვაზე ფიქრი არ დაუწყიო, მას ჯერ ქრისტიანობა არ დაუწყიო. და ჩვენ დაგვეწყოს ქრისტიანობა და მიგვებაძოს ქრისტესათვის. ჩვენთან არის ღმერთი.